ჩემი შვილი არაფერს ჭამს. აღარ ვიცი უკვე რა მოვიფიქრო, რა გავაკეთო და როგორ ვაჭამო და ძალიან ნერვიულობენ ამაზე მშობლები. მოდით ვთქვათ, საერთოდ საიდან იწყება ბავშვის კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება. ისევე როგორც ენობრივ განვითარება, კვების განვითარებაც გაცილებით ადრე იწყება, ვიდრე ჩვენ გგონია. როგორი რეჟიმით ჭამს ბავშვი? ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რამდენად ვაგრძელებთ მე ამ რეჟიმს შესაბამისად პედიატრის ხელმძღვანელობით, რა თქმა უნდა. მდგომ უკვე რამდენად ვაძლევთ ბავშვს საშუალებას ხელი მოკიდოს, შეეხოს პროდუქტებს, გამოცადოს სენსორულად სხვადასხვა ფაქტურები, პირობითად რომ ატამი შეიძლება უფრო წყლიანი არის, ვიდრე პური, პურს ნაფშვენებია. ანუ რამდენად ვაძლევთ ამის საშუალებას, ამასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რეჟიმი, როდესაც დარღვეულია და ძირითადად გადავდივართ, რომ ის მსნაობის პერიოდები უფრო მეტად არის, რომ დღის განმავლობაში არ ჭამენ და ოღონდ რაღაცა შეჭამონ, ამიტომ შოკოლადი ორცხობილა ხშირად არის ხოლმე და მე უკვე მადა იმდენად აღარ აქვთ ბავშვს, რომ იმ საჭმელს უკვე აღარ ღებულობენ. და პირველი შეკითხვა აქაც რაც უნდა დაისვას, არ ჭამს არაფერს, რას ნიშნავს კონკრეტულად. იმიტომ რომ ხშირად აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ ბავშვი ბევრ რაღაცასაც ჭამს რეალურად, ეს უბრალოდ მშობლის მოლოდინი არის განსხვავებული.